თავი მეშვიდე. რასამი და ლეიარდი. მოსულში რასამის ჩასვლამდე რამდენიმე წლით ადრე პრინცმა დე ტალეირანმა, ფრანგული დიპლომატიის ვეტერანმა, ოტომანთა იმპერიაში გასაგზავნი იდეალური კონსული აღწერა. კონსულის მოვალეობები მოითხოვს უზარმაზარ პულსოდს, რისთვისაც წესისაგებო განათლება საჭირო. თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში თანამემამულეთათვის მათ უნდა იმოქმედონ როგორც მოსამართლეებმა, საჯულებმა და მომრიგებლებმა. ხანდახან ისინი სამოქალაქო მოხელესავით ან ნოტარიუსივით უნდა ირჯებოდნენ, ხანაც როგორც საზღვაო სფეროს მოხელეები. უნდა გამოიკვლიონ და შეამოწმონ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პირობები, ხოლო კონტაქტების მეშვეობით აღწერონ და წარმოიდგინონ იმ ქვეყნის ვაჭრობის, ზღვაოსნებისა და მრეწველობის მდგომარეობის სრული სურათი, სადაც იმყოფებიან. ბრიტანეთის მთავრობამ ყველა ეს თვისება რასამში აღმოაჩინა. ამათგან ზოგი ქალაქ მოსულის აღებ-მიცემობით განთქმულ გარემოში ბუნებრივად შეეძინა, ზოგიც ევფრატის ექსპედიციის მკაცრმა სკოლამ შემატა. როგორც მძლავრი, მაგრამ ძალზე შორეული სახელმწიფოს ახლად დანიშნულმა წარმომადგენელმა, პირწავარდნილი ტირანის ქალაქში ვიცე-კონსულმა ფრთხილი ნაბიჯებით დაიწყო მუშაობა. 1841 წლის აპრილში საფრანგეთის კონსული ბაღდადში იტყობინებოდა, რომ მუჰამედ ფაშა მას არ იმჩნევს. როდესაც მმართველმა შეიტყო, რომ თურმე სულ უფრო და უფრო მატულობდა ტრანზაქციების ოდენობა კონსულის პროტეჟეთა მხრიდან, თუ თვით კონსულის სახელით, ინჯებაირაკტარმა ბიბლიის ამ თარგმნელში ცინცხალი კომერციული ინსტინქტი იგრძნო, რაც არც თავად აკლდა. რასამის სამსახურის პირველი წელიწადი ტრაგიკული მოვლენით აღინიშნა, რაც მთიელ ნესტორიანელებთან გაგზავნილი ამერიკული მისიის საქმიანობის დაწყებას უკავშირდება. იმ დროს შეერთებულ შტატებს ზოგ აღმოსავლურ ქვეყანასთან შეზღუდული დიპლომატიური კავშირი ჰქონდა. ოტომანთა იმპერიაში ამერიკელ მისიონერებს ბრიტანეთი მფარველობდა, სპარსეთში კი ხან ბრიტანელები, ხანაც რუსები. ამერიკის საბჭოს პრუდენციულმა კომიტეტმა, რომელზეც დიდი შთაბეჭდილება მოეხდინა გრანტის მიღწევებსა და გეგმებს, შტატებიდან 2 მისიონერი ცოლებით გაგზავნა მოსულში, რომელიც მთაში მომუშავე მისიებისათვის ერთგვარი ბაზა უნდა ყოფილიყო. 1841 წლის ზაფხულში გრანტი ჰაქიარიში დაბრუნდა. ეს მისი მესამე ჩასვლა იყო, რათა ახალი კოლეგებისათვის გზა გაეკვალა, მაგრამ არ დასცალდა. სწორედ ამ დროს ცნობა მოუვიდა, რომ ერთ-ერთი მისიონერი გზაში გარდაცვლილიყო, მისი ცოლი მოსულში, ხოლო ღირსი მამა ეიბელ ჰინსდეილი და მისი მეუღლე სერიოზულად ავადმყოფობდნენ. გრანტი სასწრაფოდ დაბრუნდა მოსულში და გადარჩენილებს მანამდე უარა, სანამ ფეხზე არ დააყენა. იმავე წლის ნოემბერში გრანტმა და ჰინსდეილმა მოსულის ჩრდილო-აღმოსავლეთით ნესტორიანელთა სოფლები მოიარეს. რაც უმადური საქმე იყო, იქ უკვე კათოლიკე მღვდლები ეწეოდნენ პროზელიტურ საქმიანობას. იეზიდთა სოფლებისაკენ რომ გააგრძელეს გზა, გრანტი ძალზე დააინტერესა მათი რელიგიის შესახებ გაგონილმა ამბავმა და ცნობამ, თითქოს იეზიდები და ნესტორიანელები შესაძლოა ისრაელის დაკარგული ტომის ჩამომავლები ყოფილიყვნენ. მოსულიდან უკან დაბრუნებულმა ამ 2 მისიონერმა ლალიში ინახულა და ღამე სოფელ ბაადრიში გაატარა, შეიხან მირის ტრადიციულ რეზიდენციაში. დილით მირისაგან საუზმეზე მიპატიჟება მიიღეს. მათ ჩანაწერებში მირის სახელი არ გვხვდება, მაგრამ საფიქრებელია, რომ სწორედ ის უნდა ყოფილიყო პირქუში იასინ ბეგი. ჩანაწერი შეიხან მირისა და დასავლელი სტუმრების პირველი შეხვედრის შესახებ საკმაოდ მოკლეა. როცა ეახლდნენ, ხალიჩაზე იჯდა, ოთახის კუთხეში, რომელიც მდიდრულად იყო მორთული ალისფერი და იისფერი აბრეშუმის ქსოვილით. სახლი ქვითა და ნაზელი ტალახით იყო ნაშენები, ხოლო შიგნით თიხით შელესილი. მისი საცხოვრებლის გარდა სხვა ოთახებიც იყო, ჭერი 6 ფუტის სიმაღლის იქნებოდა, სახურავი თივისა, ხოლო იატაკი თიხის და დაბზარული. სადილად მიართვეს ქათმის კერძი, ბრინჯით, ხახვით, მუხუდოთი, ქიშმიშითა და ნუშით შეზავებული, რასაც თაფლისა და ნესვის ჩაროზი მოჰყვა. სტუმარ მასპინძელმა ზოგად თემებზე იმუსაიფეს.
მისიონერული საქმიანობის სრული დღიური, რომელსაც ჰინსდეილი აწარმოებდა და რომელიც ამერიკის სამისიონერო საბჭოს არქივებშია დაცული, იმ გარემოს აღწერს ლუი მე-14-ის ეპოქის კაპუცინებმა რომ ნახეს. ბაადრიში ჩასვლის საღამოს, მაგალითად, მის დღიურში ჩნდება შემდეგი ჩანაწერი. მიპატიჟება მივიღეთ ემირისაგან, რომელთანაც ძალზე საინტერესოდ ვისაუბრეთ. იგი გონიერი, დახვეწილი გარეგნობისა და ჯენტლმენური ქცევის კაცია. იერიცა და თითოეული მოძრაობაც ისეთია, როგორიც დიდ თავადს შეეფერება. როგორც ჩანს, ძალზე მადლიერი დარჩა, როცა შეიტყო, რომ უკვე მონახულებული გვქონდა მათი წმინდა ადგილი და ზედმიწევნით ვიცნობდით მათ ისტორიას, წესჩვეულებებსა და ასე შემდეგ. ბევრი კითხვა დაუსვა ექიმ გრანტს მარში მუნთან და მთის ნესტორიანელებთან მისი სტუმრობის შესახებ, რომელთა მიმართ დიდი კეთილგანწყობა და პატივისცემა გამოავლინა. თქვა, რომ ისინი ადრეც და ახლაც ძმებივით არიან და რომ მარშიმუნს იგი მთაში დაეპატიჟებინა და შემოეთვალა, რომ გაუხარდებოდა თუკი მასთან სტუმრის რანგში 5 წელიწადს გაატარებდა. ესნე ამბობი მომდევნო დილის ამბებსაც ასახავს. როცა ერთად საუზმობისას მირმა ხალიჩაზე მის გვერდით დაჯდომა გთხოვა და ძალზე ლაღი, ძალდაუტანებელი და საამო საუბარი დაიწყო თავისი ხალხისა თუ სხვადასხვა საკითხის შესახებ. მირს მართლაც მამაცი ადამიანის სახელით იცნობენ. გაიხსენა, ერთხელ 3000 ტიარელ ნესტორიანელს რომ მეთაურობდა. მათ უშიშარ, ძლიერი სულისკვეთებით გამორჩეულ ხალხად იხსენიებდა. მირის თქმით, თავისი ხალხი ერთ დროს მათსავით ნესტორიანული რწმენისა იყო. ქრისტესი კი ახლაც სწამდათ. ზოგადად ჰგონიათ, რომ მათი რელიგია განათლებას კრძალავს. თუმცა მან ეს უარყო და დასძინა. ჩვენ ისემივე ჩვიეთ ბრძოლასა და ყაჩაღობას, რომ სხვა არაფერი გვადარდებდა. ახლა ჩვენთვის სწავლის ასპარეზი შეზღუდულია. მეცსაც გეტყვით. მე რომ მოლას ფული გადაუხადო, ჩემს შვილებს ასწავლე მეთქი. ის გაწკეპლას დაუწყებს. მე კი ამის უფლებას ვერ მივცემ. სწორედ ამ დროს საუზმეც მოართვეს და მისი 6-8 წლის ვაჟი ემირი და კიდევ 2-3 წარჩინებული მამაკაცი შემოგვიერთდნენ. სიცოცხლის ბოლოს ეიზელ გრანტს იეზიდური ენიგმის ხიბლი მოსვენებას არ აძლევდა. თუმცა მისი უმთავრესი საზრუნავი მაინც მუდამ მთის ნესტორიანელთა მიმართ მისიის მოძლიერება იყო. საბედისწერო 1842 წელი იმით დაიწყო, რომ ისმაილ ფაშა, ამადიის ყოფილი თავადი, მოსულში საპატიო ტყვეობიდან გაიქცა. მან ჯერ ჯეზირა იბნ ომარს მიაშურა, სადაც ბედრხან ბეგმა შეიფარა და მცირე ჯარით შეაკრებინა. აპრილში კი რაბან ჰორმუზდის ქალდეურ მონასტერს დაესხა თავს. სულ ამაოდეძება გადამალული საგანძური და ბოლოს ამადიის ხელში ჩასაგდებად გააგრძელა გზა. თან ერთი ჯაჭვით შებორკილი წინამძღვარი და 12 ბერი გაიყოლა მძევლებად. ეს აშკარა გამოწვევა იყო ინჯება ირაქტარის მიმართ, რომლის იურისდიქციაც ახალი გავრცელებული იყო ჯეზირა იბნ ომარზე. ამიტომ მისი რეაქციაც მწვავე გამოდგა. მმართველი მეტისმეტად ფრთხილი იყო საიმისოდ, რომ ბედრხან ბეგის წინააღმდეგ გაელაშქრა. სამაგიეროდ გააძლიერა ზახოს ციხესიმაგრის დაცვა, სადაც მას უკვე განეთავსებინა გარნიზონი მას შემდეგ, რაც ზახოს ქურთი მმართველი მოაკვლევინა და მისი ქონების კონფისკაცია მოახდინა. აღმოსავლეთით მან უშუალო კონტროლი დაამყარა აკრაზე. იქ მისთვის ადვილად სამართავი თავადი დასვა და მარცვლეულის, ბრინჯისა და ბამბის მარაგები დაისაკუთრა. ოსმალეთის მთავარმა ჯარმა ამადიას ალყა შემოარტყა. გრანტს ამ სამხედრო ოპერაციის გამო გეგმები აერია, მაგრამ ივნისის დასაწყისში კვლავ გზას დაადგა თიანეთში, თავის მეოთხე მოგზაურობაში. ამჯერად მან ის მარშრუტი აირჩია, რომელიც როვანდუსსა და ურმიას გვერდს სულიდა და რომლითაც ეინსვორდი და რასამი დაბრუნდნენ მთიდან 2 წლით ადრე. პირველად იგი იეზიდების სოფელ ბაჰჟანში გაჩერდა. გრანტს და ჰინსდეილს იშვიათად გაუმართლად. გზად ერთ-ერთი ის სანჯაყი შემოხვდათ, რომელსაც იმხანად სოფელ დაატარებდნენ. მალე ჰინსდეილი ავადმყოფ ცოლთან დაბრუნდა მოსულში. გრანტმა კი გზა მარტომ გააგრძელა. ჰაქიარის მთები კი მითქმა მოთქმას, შეთქმულებებისა და ღალატის ამბებს მოეცვა. ემირის საზაფხულო ბანაკში გრანტი ამადიის ფაშა ისმაილს შეხვდა, რომელიც თვისტომებთან ერთად შეთქმულებას ამზადებდა წართმეული დედაქალაქი რომ გამოეხსნა.
დახმარება ნესტორიანელებსაც სთხოვეს, მაგრამ მარშიმუნმა, რომელსაც ინჯე-ბაირაქტართან ფარული მიმოწერა ჰქონდა, თავის მიმდევრებს ამ ვითარებაში განზე გადგომა სთხოვა. დამხმარე ჯარი არსაიდან მოსულა. სექტემბერში ამადია ოსმალებს დანებდა, ხოლო ის ბერები, რომლებიც ტყვეობასა და წამებას გადაურჩნენ, გაათავისუფლეს. ამადიის ნათავადარი ტყვედ არ ჩავარდნილა. ბრიტანეთის ვიცე-კონსულმა თავშესაფარი მისცა და ყოველგვარი დახმარებაც გაუწია მოსულში დარჩენილ მის ოჯახს. ამადიის ავტონომიური სამთავროს განადგურებას ის მოჰყვა, რომ შეიხანის იეზიდები ახლა უშუალოდ დაექვემდებარნენ მოსულის მმართველს. ინჯე-ბაირაქტარი მიჩვეული იყო, რომ გადასახადებს წესისა და რიგისამებრ თანაც სრულად იღებდა. 1842 წლის ბოლოს სინჯარელ იეზიდებს, რომლებიც ხარკს არ იხდიდნენ, სადამსჯელო ექსპედიცია მიადგა კარზე. იეზიდთა ელჩობა, რომელიც სამშვიდობო წინადადებითა და მობოდიშებით ეწვია მტერს, ერთიანად ამოხოცეს, ხოლო მისი თავკაცის თავი და მისიანების 60 წყვილი ყური მოსულის სამდინარო კარიბჭის თავზე ჩამოკიდეს. 1842-43 წლების ზამთარში მოვლენათა მდინარება ნელ-ნელა იცვლებოდა. ეიზელ გრანტს, რომელიც მანამდე ასე შეუპოვრად უმკლავდებოდა ყოველგვარ დაბრკოლებას, იღბალი არ სწყალობდა. 1842 წლის დეკემბერში, როდესაც მთიანეთიდან გაემგზავრა, მისიის ახალი შენობა უკვე შენდებოდა. თუმცა ნურალა ბეიმ, რომელიც ბედრხან ბეგსა და ისმაელთან ერთად შეთქმულებას ჩარხავდა, რათა მარშიმუნი მისი დაუმორჩილებლობის გამო დაესაჯათ, უცაბედად იეჭვა, რომ ამ ნაგებობას იმისათვის აშენებდნენ, ციხესიმაგრის ფუნქცია რომ შეეძინა და რომ მისი ფანჯრები, ჰაქიარის მთებში ჯერ ფანჯრები არავის ენახა, სინამდვილეში სათოფურები იყო. ინჯე-ბაირაქტარი ამტკიცებდა, რომ 4 ოთახიანი შენობა, მისიის 3 მოძღვრის ოჯახის საცხოვრებელი, 900-900 ფუტის არეალში მშენებარე 250 ოთახიანი ნაგებობა უნდა ყოფილიყო და ბრიტანული ოქროთი შენდებოდა. ერთხელ ფაშამ გრანტს ბრძანება აახლა. სადმე განმარტოებულ ადგილას შეეფარებინა თავი, მაგრამ მისიონერი სულ სხვა გზით იყო წასული მძიმე დასნეულებული ჰინსდეილის მოსანახულებლად, რომელიც მისი ჩასვლიდან ერთ კვირაში გარდაიცვალა. ბოსტონიდან მისიის მისიონერთა ახალი წყვილი გამოუგზავნეს, თუმცა წლის მიწურულს ამერიკელთა ეს მცირე ჯგუფი მხოლოდ სასიკეთოს მოლოდინისა და ლოცვების იმედად იყო დარჩენილი. ნესტორიანელთა მიმართ ამგვარი ეჭვი არ გასჩენიათ ანგლიკანური ეკლესიის იმ მისიის წევრებს, რომლებსაც სახარებისა და ქრისტიანული ცოდნის გავრცელების ამერიკული საზოგადოება აფინანსებდა. ამ მისიონერებმა მოსულამდე 1842 წლის ნოემბერში ჩამოაღწიეს. 7 თვიანი მოგზაურობის შემდეგ და თან ჩამოიტანეს კენტერბერის მთავარეპისკოპოსისა და ლონდონის ეპისკოპოსის დალოცვა და კეთილი სურვილები. ამ ახალ დელეგაციას არსებითად ეინსვორდ რასამის ექსპედიციის გაგრძელებას ხელმძღვანელობდა ახალაღკვეცილი სასულიერო პირი, 27 წლის, მაგრამ არაბულის უკვე ბრწყინვალედ მცოდნე, ღირსი მამა ჯორჯ პერსი ბეჯერი, კრისტიან რასამის ცოლისძმა. მას თანახლდა მეუღლე, ისიც ყოფილი მისიონერი, აგრეთვე ერთი საერო პირი, თანაშემწე ჯეიმს ფლეჩერი. ამოცანა, რომელიც მათ დაუსახეს, გულისხმობდა დახმარება შეეთავაზებინა მარშიმუნისათვის და გაეფრთხილებინათ იგი სულისათვის რაოდენ საფრთხის შემცველი იყო ამერიკელ განდგომილთა დოქტრინები. ამ მაღალფარდოვანი გაფრთხილების გადაცემა თლად ასე სწრაფად ვერ მოხერხდა. შეფერხება ბეჯერის ავადმყოფობამ გამოიწვია. იგი 3 თვით ლოგინად ჩავარდა. მისმა ცოლმა კიდევ უფრო დიდხანს ავადმყოფა. 10 წლის შემდეგ გამოქვეყნებულ თავის წიგნში ბეჯერი მადლობას უხდიდა ექიმ გრანტს საჭიროებისთანავე გაწეული საუკეთესო სამედიცინო დახმარებისათვის. თავის რელიგიური პრინციპების გამო მას ნებისმიერი სოციალური კონტაქტისაგან უწევდა თავის შეკავება. ბოლოს 1843 წლის თებერვალში ბეჯერი როგორც იქნა მთიანეთში გაემგზავრა, თან პატრიარქისათვის განკუთვნილი საჩუქარი გაიყოლა. 2 წყვილი წითელი ჩექმა, ბურნუთის 2 ყუთი, 20 გირვანქა საპონი, 20 გირვანქა ყავა, 20 გირვანქა საკმეველი, 2 დიდი ალისფერი ლაბადა, მუსლინის რამდენიმე ყელსახვევი, საკმაო ოდენობის ჯანჯაფილი, 50 ჩიბუხი,
50 კვესა ბედი. ქაღალდი, ფანქრები, ტელესკოპი და სხვა მცირე წვრილმანი. პატრიარქის საქალებოსთვის ასევე თან წაიღო ურიცხვი ნემსი, ქინძის თავი, ზონარი თუ მაქმანი. მარშიმუნი ბეჯერს გულითადად დახვდა და თავისი ხალხის უხუცესთა კრებაზე მიიწვია. სამწუხაროდ მათ საუბარი კარზე უხეშმა დაკაკუნებამ შეაწყვეტინა. ორი შიკრიკი მოსულიყო და ნურალა ბეისაგან მარშიმუნისათვის გამოგზავნილი ულტიმატუმი მოეტანათ, რომლითაც ემირთან პირადად და დაუყოვნებლივ გამოცხადებას ითხოვდა მისგან. არსებობს რამდენიმე ვერსია იმისა, თუ რა უთხრა მარშიმუნს ბეჯერმა, ან როგორ გაიგო პატრიარქმა მისი ნათქვამი. ასე იყო თუ ისე, მარშიმუნის პასუხი უარყოფითი იყო. ბეჯერი მოსულში დაბრუნდა. შუა დღის ხვატისაკან კი ლალიშს შეაფარა მცირე ხნით თავი კმაყოფილმა, რომ რაც ხდებოდა, უკეთესობისათვის ხდებოდა. 1853 წლის აპრილში გრანტი კიდევ ერთხელ უკვე მეხუთედ გაემგზავრა მოსულიდან მთებში. ამჯერად ახალი კოლეგის, ღირსი მამა თომას ლორის თანხლებით, რომელმაც მოახერხა და გზად ლალიშის სალოცავს თვალი შეავლო. მისის შენობა ახალი დასრულებული იყო, მაგრამ დაძაბულობა უკვე ჰაერში ტრიალებდა. არზრუმის ფაშას, ჰაფიზის კანონმემკვიდრეს, ბედრხან ბეგისა და ნურალისათვის ნესტორიანელთა დასჯის ნებართვა მიეცა. ინჯებაირაქტარმა ჯარი ამადიის სიახლოვეს ჩააყენა, თავისი პროვინციისათვის პრობლემები რომ აერიდებინა. ივნისში გრანტს ხანგრძლივი მოგზაურობა მოუწია დასავლეთისაკენ, რათა ერთი უცნაური თხოვნა დაეკმაყოფილებინა. ბედრხან ბეგმა, რომლის ჯარიც ლეშის მჭამელი სვავების გუნდივით დასტრიალებდა განწირულ ნესტორიანელებს, მას წერილი გაუგზავნა. პროფესიული სამედიცინო დახმარება მესაჭიროებაო. ახალი აღთქმის პრინციპებისა და ჰიპოკრატეს ფიცის ერთგულმა გრანტმა მთები გადაიარა, სანამ ჯეზირა იბნ ომარის ჩრდილო-დასავლეთით დერგულეში მდებარე მის ციხესიმაგრემდე მიაღწევდა. ბედრხან ბეგმა გრანტს საკმაოდ ფორმალური დახვედრა მოუწყო. ოქრომკედით ნაქარგი ჩალმითა და დამასკოს აბრეშუმის ხალათით მიიღო, რომლის ქამრიდან ხანჯლის სპილოზვლის ტარი მოუჩანდა. მას გვერდით ესხდნენ ნურალა ბეი ჰაქიარელი, ისმაილ ფაშა და ვანის პროვინციის გამგებელი ხან მაჰმუდიც კი და ნესტორიანელებზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ დაუფარავად საუბრობდნენ. რამდენიმე დღეში გრანტი უკან გაემგზავრა. ბედრხან ბეგს საექიმო რჩევა დაუტოვა. მისგან კი დაპირება მიიღო, რომ მისი შენობას ზიანი არ მიადგებოდა. გრანტმა ნესტორიანელები გააფრთხილა, უარესისათვის მოემზადეთო, თავად კი გულდამძიმებულმა მოსულისაკენ გასწია. ქურთების იერიში სწრაფი და დაუნდობელი იყო. ცუდად ორგანიზებულმა და დაგსაქსულმა ნესტორიანელებმა მძლავრი წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლეს. მათი ზოგი განშტოება ქურთებს გაურიგდა. იმ სოფლების მკვიდრნი, რომლებიც მარშიმუნს ერთგულებას უცხადებდნენ, ამოხოცეს ან ტყვედ წაასხეს. დასახიჩრებული გვამებით, მათ შორის პატრიარქის დედის ცხედარიც იქნებოდა, გაივსო მდინარე ზაბის წყალი. ამადიაში მდგარ ოსმალურ ჯარს ჩარევა არც უცდია. უსახლკაროდ დარჩენილმა, მიუსაფარმა და ნატანჯმა ლტოლვილებმა უსაფრთხოების ძიებაში ქალაქ მოსულს მიაღწიეს, გზად კი თანამგრძნობი იეზიდებისაგან იღებდნენ ნუგეშსა და დახმარებას. ერთ-ერთი პირველი თვით მარშიმუნი გაიქცა და გრანტის ჩასვლიდან ორ კვირაში ჩააღწია მოსულამდე. ფლეჩერი თავის მოგონებებში აღწერს მაღალი, კუნთმაგარი მამაკაცის ჩამოსვლას, რომელსაც გრძელი ალისფერი შარვალი და მოკლე მოსაცმელი ეცვა და აღნიშნავს, რომ იგი ნაადრევად იყო გაჭაღარავებული. ინჯებაირაქტარის თანხმობით მისი მფარველობა ბრიტანეთის მთავრობის სახელით ამ ქვეყნის ვიცე-კონსულმა იტვირთა. ზამთარში ქალაქში ტიფის ეპიდემიამ ძვინვარებდა და 1854 წლის 24 აპრილს ექიმ ეიზეჰლ გრანტის სახელი მარშალი, ნიუ-იორკის შტატი, იმ 12 ამერიკელისა და ათასობით ნესტორიანელის ჩამონათვალს შეუერთდა, რომელთა სიცოცხლე 1835-1844 წლებში შეწყდა ქურთისტანში ქრისტიანობისადმი ერთგულებისა და თავდადების გამო. გრანტი უკანასკნელად გამოიძახეს მომაკვდავი ინჯებაირაქტარის სარეცელთან. უზომოსმისაგან გულის შეტევა დამართნოდა. 5 დღის შემდეგ 1854 წლის 18 იანვარს ბაირაქტარი გარდაიცვალა.
როგორც ფლეტჩერი წერს, მას დარჩა მხოლოდ ცოლი, ბერძენი ქალი, რომელზეც ახალგაზრდობაშივე ეკორწინა და რომელსაც დიდ პატივს სცემდა ერთგულებისა და გონივრული რჩევების გამო და ხორციელ უნებებთან ერთად მივიწყებული 2 ქართველი ხარჭა. ინჯებაირაქტარის ყველა ოფიციალური ბეჭედი დაუყოვნებლივ მოთავს და მისი განძეულის ზარდახშებში. ამის გამო გარკვეული დრო გავიდა, სანამ სამთავრობო აუდიტორები ერთ დოკუმენტს წააწყდებოდნენ, რომლის თანახმადაც 1853 წლის ივნისში პატარა კორნეტს სტამბოლელი ბანკირის მეშვეობით 1,000,000 პიასტრის თამასუქი გადაუცია. თანხა, რომელიც მაშინ 10,000 გირვანკა სტერლინგს და მოსულის პროვინციის ერთიანი წლიური შემოსავლის მეოთხედს უტოლდებოდა. მრავალი წელი უნდა გასულიყო, სანამ ამ ტრანზაქციის მიზეზის გარკვევა ნაწილობრივ მაინც მოხერხდებოდა. 1841 წელს საფრანგეთის მთავრობამ კონსულის მოვალეობის შემსრულებლად მოსულში პოლ ემილ ბოტა დანიშნა. იტალიური წარმოშობის მოხელე, რომელიც 1832 წელს სირიაში იბრაჰიმ ფაშასთან ექიმად მსახურობდა. ტალეირანის მიერ დაკისრებული მოვალეობების გარდა, საფრანგეთის ახალ წარგზავნილს დაევალა ადგილობრივი ქალდეური ეკლესიის დაცვა. აგრეთვე ნინევის ნანგრევების არქეოლოგიური გათხრების დაწყება. ვარაუდობდნენ, რომ ის, რაც ქალაქისაგან დარჩა, ტიგროსის მარცხენა სანაპიროზე, მოსულის გადაღმა, უზარმაზარი ყორღანის ქვეშ იყო დამარხული. ბოტა ახალი თანამდებობის დასაკავებლად 1842 წლის მაისში ჩავიდა. მისი პირველი არქეოლოგიური სამიზნე კუიუნჯიკი იყო, მოსულის მოპირდაპირედ მდებარე ცნობილი ყორღანი, სადაც 10 წლით ადრე როვანდუზის ბეიმ დარბეული იეზიდები დახოცა. ივნისის შუა რიცხვებში ბოტას საცდელი გათხრები ჰქონდა დაწყებული, როდესაც ერთი ახალგაზრდა ინგლისელი ჰენრი ლეიარდი ეწვია, რომელიც ჰათრის გზაზე ეინსვორთს და რასამს ახლდა თან. ოსტინ ჰენრი ლეიარდი, იეზიდების ემანსიპატორი, პარიზში დაიბადა 1817 წლის 3 მარტს. იგი გადამდგარი ცეილონელი მოხელის ვაჟი იყო. ინგლისში გაზრდილმა ლეიარდმა მასავით გაბედულ ახალგაზრდასთან ედვარდ მიტფორდთან ერთად 22 წლის ასაკში დაიწყო სახმელეთო მოგზაურობა ცეილონზე. იმედოვნებდა, რომ იქ იურისტის ადგილს იპოვიდა. თავგადასავლების შემდეგ 1840 წლის მარტში მათ ალეპოს მიაღწიეს და მოსულამდე ცხენებით დაცვის გარეშე მოგზაურობა გადაწყვიტეს. მგზავრობის პირველსავე დღეს თავსხმა-წვიმაში გზა აებნათ და თავი შეაფარეს იეზიდი გლეხების გამოქვაბულს, რომელსაც ეს უკანასკნელები ხარკამეჩის ბაგად იყენებდნენ. ამის შემდეგაც ურფამდე, მარდინამდე და ჯეზირა იბნ ომარამდე კიდევ არაერთი ინციდენტი შეემთხვათ, რითაც მოგზაურებს ვერავინ გააკვირვებს და მოსულს აპრილის პირველ დღეებში მიაღწიეს. სწორედ ისეთ დროს ჰათრამდე ეინსვორთსა და რასამთან დამგზავრება მოასწრეს. ბაღდადში ჩასულებმა გადაწყვიტეს ინდოეთამდე სპარსეთის გავლითევლოთ და მათი გზებიც იქ გაიყო. მიტფორდმა აღმოსავლეთისაკენ გასწია, მაგრამ მის კომპანიონს ცეილონისაკენ მგზავრობა აღარ გაუგრძელებია. სამხრეთ სპარსეთში ბახტიარების ტომთან ერთწლიანი ცხოვრების შემდეგ ლეიარდი ბაღდადში დაბრუნდა, სადაც არქეოლოგიის შესახებ ცოდნა იმ წიგნებიდან მიიღო პოლკოვნიკ ტეილორის ბიბლიოთეკაში რომ ინახებოდა. ამას სამხრეთ ერახში საველე მუშაობის გამოცდილებას დაერთო. 1842 წელს მოსულში მისი ჩასვლა ერთი მნიშვნელოვანი მიზეზით იყო განპირობებული. მას ისტ ინდია კომპანიისგან გზავნილები უნდა ჩაებარებინა სტამბოლში მომუშავე ბრიტანეთის ბრწყინვალე ელჩის, სტრეთფორდ კენინგისათვის, რომელიც დედოფალ ვიქტორიას ეპოქის დიპლომატიის ერთ-ერთ გოლიათად მიაჩნდათ, ხოლო ოპონენტების მიმართ ქედმაღალი დამოკიდებულების გამოსყიდვას იმ გამორჩეული სიმპათიებით ახერხებდა ოტომანთა იმპერიის უმცირესობებისადმი რომ ამჟღავნებდა. 1853 წლის მარტში ლეიარდის ვიზიტიდან 9 თვის შემდეგ ბოტამ სამუშაო ადგილი შეიცვალა და კუიუნჯუკიდან ხორსაბადში გადაინაცვლა, მოსულიდან 10 მილით დაშორებულ სოფელში. ლეიარდს ამბავი მიუვიდა, რომ ერთი იქაური მღებავი კედლის ღუმელს უძველეს წარწერებიანი აგურით აშენებდა. გათხრების მესამე დღეს მუშებმა კირქვის უზარმაზარი ფილები აღმოაჩინეს,
რომლებზეც ბარელიეფურად იყო გამოსახული ადამიანებისა და გარეული ნადირის ორთაბრძოლები. ისე მოხდა, რომ ფლეჩერი შემთხვევით იეზიდების მეზობელ სოფელ ბაშიყაში იმყოფებოდა და სასწრაფოდ ხორსაბადისაკენ გაეშურა, რათა ისტორიული მომენტის მოწმე გამხდარიყო. ამასობაში ბოტამ გააცნობიერა, რომ ასირიელი მეფეების სასახლე გათხარა. საფრანგეთის მთავრობამ მას დამატებითი სახსრები გაუგზავნა, რათა არქეოლოგიური პროგრამა სათანადოდ გაგრძელებულიყო. სწორედ ეს მოეჩვენა საეჭვოდ ინჯე ბაირაქტარს. სამუშაო 1853 წლის ოქტომბერში შეჩერდა და 1853 წელს ფაშას გარდაცვალების შემდეგ განახლდა. 1853 წლის სექტემბერში პერსი ბეჯერმა ცოლსა და მეგობრების ჯგუფთან ერთად ბოტას გათხრები დაათვალიერა. შემდეგ ხორსაბადიდან ლალიშამდე ორდღიანი ექსპედიცია მოაწყვეს. ამ დროის ჩანაწერებში იეზიდური ტაძრის პირველი დეტალური აღწერაა შემორჩენილი. მოგზაურობის პირველი ღამე მათ სოფელ აინ-სიფნიში გაატარეს. ქურთულის არცოდნა მოგზაურებს მასპინძლებთან ურთიერთობას ურთულებდა. თუმცა ლალისში კი შეძლეს კედლებში ჩატანებული ფილების არაბულ წარწერათა ჩაწერა და იეზიდთა რელიგიის შესახებ ცოდნა გაიფართოეს. ბეჯერი და მისი გიდი ერთხანს თეოლოგიურ საკითხებზე მსჯელობდნენ. ტაძრის ეზოში კედლებზე გამოსახული სავარცხლების მნიშვნელობით რომ დაინტერესდნენ, გიდს სტუმრებისათვის განუცხადებია, რომ ისინი მირ ჰასან ბეგის პატივსაცემად გამოისახებოდა და მის გრძელ წვერზე მიანიშნებდა. ბეჯერი ნასიამოვნები დარჩა, რომ იქაურებს ჯერ კიდევ ახსოვდათ წინამოგზაურობიდან. თავის წიგნში იგი ამტკიცებს, რომ მათ სტუმრობამდე მხოლოდ ერთ ევროპელს ენახა ლალიშის ტაძარი და ეს ოსტატურად ჩამოყალიბებული ფრაზა ეინსვორთისათვის იყო განკუთვნილი. იგი არც ექსპედიციის აზიელ მონაწილეს, თავისსავე დისკმარს, კრისტიან რასამს ახსენებს და არც ამერიკელ მისიონერებს, გრანტის ორჯერ, ხოლო ჰინსდეილისა და ლორის თითო-თითო სტუმრობას. სალოცავის მცველებმა, ბეჯერსა და მის ჯგუფს ნება მისცეს ღამე ტაძრის ეზოში დარჩენილიყვნენ. ამის უფლებას ისინი არც ერთ უცხოელს არ ეძლებდნენ. უკან დაბრუნებისას ღამე ბაადრიში გაატარეს. ჯგუფს იეზიდების მთავარი შეიხი მასპინძლობდა. ერთ-ერთი სტუმარი იხსენებდა მის ძალზე მიმზიდველ სახესა და კეთილბუნებოვან იერს, მომცრო თვალებს, სწორ ცხვირსა და დიდებულ შავ წვერს. მეტწილად არაბულ ყაიდაზე ეცვა. ჟოლოსფერი კანტებით გაწყობილი თეთრი ბურნუსი გრძელ წითელ არაბულ ხალათზე. წელზე წითელი და მწვანე ქამარი. გარდა ამისა, თეთრი შარვალი, ყვითელი არაბული წაღები, თავზე წითელ მწვანე ჩალმა. ქამარში ხანჯალი გაერჯო. ხელში კრიალოსანს ათამაშებდა. უცნაურია, რომ ამ მოგზაურობის სასიამოვნო შთაბეჭდილებებზე წერისას ბეჯერი არსად ახსენებს ექსპედიციის ერთი ეგზოტიკური წევრის, ილია ნიკოლაევიჩ ბერეზინის სახელს. ბერეზინმა ყაზანის უნივერსიტეტის 24 წლის მასწავლებელმა 12 დღე გაატარა მოსულის პროვინციაში. მისი სამწლიანი მოგზაურობის მიზეზი ლინგვისტური თუ სხვა ზოგადი კვლევები იყო, რასაც იგი ახლო აღმოსავლეთში ეწეოდა. სამუშაოს კი რუსეთის განათლების სამინისტრო უფინანსებდა. ბერეზინის ნაამბობი ლალიშში თავისი მოგზაურობის შესახებ, რომელიც მოსკოვის პერიოდულ პრესაში 1854 წელს ბეჯერის წიგნის გამოცემიდან 2 წელიწადში გამოქვეყნდა, უფრო სრულყოფილი, ფაქტებით უფრო მდიდარი ტექსტია ამ მოგზაურობის შესახებ. იგი ფეროვნად აცოცხლებს მთავარ შეიხთან სტუმრობის შთაბეჭდილებებს. ზემოთ ციტირებული ამონარიდი სწორედ მისი ნაამბობიდანაა. თავად ბეჯერს ბერეზინი აღწერს როგორც კეთილშობილ მალტელს, გულწრფელ და ზნემხიარულ ადამიანს. ბერეზინი საკმაოდ ნაყოფიერი მწერალი იყო. თავის სხვა სტატიაში იგი ყვება, როგორც ცდილობდა ბოტა ბეჯერისა და რასამის ცოლის, მატილდას კათოლიციზმზე მოქცევას. მაგრამ იეზიდებთან სტუმრობის მისეულ აღწერას ერთი გაუხუნარი და განმასხვავებელი შედეგი მოჰყვა. ამ მოგონებებს კეთილი სიტყვით იხსენებს რუსი რევოლუციონერი კრიტიკოსი ჩერნიშევსკი, ლენინის წინამორბედი. ბერეზინს განსაკუთრებულად მოსწონს მთავარი შეიხი, რომლის სახელიც მის მოგონებებში ნახსენები არ არის. შეიხს აღუნიშნავს, რომ რუსი მოგზაური უჩვეულო სანახავი იყო ქურთისტანში, განსაკუთრებით იეზიდი ქალებისათვის
და რომელსაც მასთან რუსეთის სახელმწიფო საზღვართან შექმნილ ვითარებაზე უსაუბრია. ამიერკავკასიაში მათი 4 კლანი ცხოვრობდა, რომელთაც ლალისში მომლოცველობა ეკრძალებოდათ, ხოლო იეზიდთა ზოგიერთ მომთაბარე განშტოებას ოსმალეთის ტერიტორიებიდან ამიერკავკასიის მიმართულებით საზღვრის გადაკვეთის ნებართვა არ ეძლეოდათ. ვიცე-კონსულობის პირველ წლებში კრისტიან რასამის მიმოწერა მეტწილად კომერციის საკითხებს ეხება. თავისი ნებასურვილით იგი არასდროს ახსენებს ინჯე-ბაირაქტართან ურთიერთობის დეტალებსა თუ სხვა მიმდინარე ამბებს, რომელთა შესახებ მას ინფორმაცია აუცილებლად ექნებოდა. როგორც ჩანს, სამართლიანად ფიქრობდა, რომ ესენი მის ზემდგომ პირებს არ აღელვებდათ. ასეთია, მაგალითად, იეზიდთა მმართველის შეცვლა, რაც პირველად ნახსენებია 1875 წელს, ერთ-ერთი მოგზაურის მოგონებებში და ეს ფაქტი ისტორიკოსებმაც დაადასტურეს 1959 წელს. 1840-იანი წლების დასაწყისში, სავარაუდოდ 1841 წლის დეკემბერში, გრანტის ჩამოსვლისა და 1853 წლის შემოდგომაზე ბეჯერ ბერეზინის ვიზით შორის მირ იასინ ბეგის მმართველობა ძალადობრივად დასრულდა. ჰუსეინ ბეგმა, ალიბეგ დიდის უმცროსმა ვაჟმა, ჯებელ სინჯარიდან ესიიანისკენ ბადრის მახლობლად მდებარე სოფლისაკენ გზა გაიკვალა და თავისი ბიძაშვილი მოკლა. შემდეგ თავად დაირქვა მირი და მოვალეობების აღსრულებას შეუდგა. შეიხ ნასრის, ბაბა შეიხის მეთვალყურეობით, რომელიც თავად ესიიანში ცხოვრობდა. 1854 წლის გაზაფხულზე ბეჯერი და ფლეტჩერი ყაზანის უნივერსიტეტის კიდევ ერთ წარმომადგენელს, უილიამ ფრანცევიჩ დიტელს მეგზურობდნენ. 36 წლის დიტელს ფლეტჩერი ისე იხსენიებს, როგორც სასიამოვნო კომპანიონს მოგზაურობაში. ბერეზინის მსგავსად ისიც ამავე მისიით იმყოფებოდა რეგიონში. დიტელი სხვა ყველაფერთან ერთად კარგად იყო შეიარაღებული, 2 პატარა ჯიბის პისტოლეტი ვერცხლისფერი ჯაჭვით ეკიდა კამარზე. კამარში ჰქონდა გაჩრილი კიდევ 2, უფრო დიდი ზომის იარაღი, ხოლო წელზე კავალერისტის მძიმე ხმალი ეკიდა. ცხენებზე ამხედრებული ჯგუფი ჯერ ნიმრუდის, ყორღნის სანახავად ავიდა, ტიგროსისა და ზაბის შესართავთან, სადაც დიტელის ხვლით დაიქაური სოფლის მოსახლეთაგან ნათხოვარი ხმლებითა და შუბებით სცადეს მიწის გათხრა. 3 საათის შემდეგ მათ აღმოაჩინეს ქვის ფირფიტა, ლურსმული დამწერლობით. ბეჯერმა სწორად დაასკვნა, რომ ნიმრუდი, ისევე როგორც ხორსაბადი, დიდი ნინევიის ნაწილი იყო და სტრეთფორდ კენიგს მისწერა, რომ ბრიტანეთს სასწრაფოდ რამე უნდა ეღონა. ბეჯერი მოსულში დაბრუნდა, ხოლო მისმა 2 თანამგზავრმა ლალიშსა და რაბან ჰორმუზდს მიაშურა. დიტელი რამდენიმე წელიწადში ისე გარდაიცვალა თავისი საგზაო ჩანაწერების, იმ ნაწილისა, რაც ამ ამბებს შეეხებოდა, გამოქვეყნება ვერ მოასწრო. ფლეტჩერი თავის წიგნში არ მოგვითხრობს, როგორი იყო იეზიდთა დამოკიდებულება დიტელის მიმართ. ლალისის შემდეგი მნახველები იქაურებმა ცოტა არ იყოს ნელთბილად მიიღეს. 1844 წლის ივლისის ბოლოს, შეიხადის დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე, ამერიკელთა 4-კაციანი ჯგუფი, რომელიც მთის ნესტორიანელებთან წარგზავნილი მისიის ნაშთად შეიძლება მივიჩნიოთ, სალოცავის სანახავად ავიდა. მათ საკმაოდ უხალისოდ დათანხმდნენ იმაზე, რომ დროებით გარე ეზოში დაბინავებულიყვნენ. ჯგუფმა ცხენები მოსულში დააბრუნა. შემდეგ კი მისმა წევრებმა განაცხადეს, რომ ტიგროსის ხეობის აუტანელი სიცხისაგან თავის შეფარება ლალისში სურდათ და ერთი კვირით მაინც აპირებდნენ აქ დარჩენას. ცხენები მათ წასაყვანად ზუსტად იმ დროს დააბრუნეს, როგორც კი ლალისში პირველმა მომლოცველობმა იწყეს ასვლა. თუმცა სტუმრებს, დოქტორ ეზეირა სმითსა და მის მეუღლეს, თომას ლორისა და მისის ჰენსდეილს, ეს უკანასკნელები ახალი დაქვრივებულები იყვნენ. ლალისში ყოფნის დღეებშიც ყველანაირად აგრძნობინებდნენ, რომ მათი აქ სტუმრობა მაინც და მაინც დროული არ იყო. ამას განსაკუთრებით გამოხატავდა შეიხი ნასრი, რომელსაც მოგზაურები აღწერენ, როგორც გარეგნობითა, თუ საქციელით არც თუ გამორჩეულ საკმაოდ ახალგაზრდა კაცს, რომელიც მისიონერებს თავისი ქარაფშუტობით აღიზიანებდა და რომელსაც თითქოს და ამ უკმაყოფილების გასამძაფრებლად მათთვის არაერთხელ მიუნიშნებია, რომ სიამოვნებით მიიღებდა საჩუქრად მათ ძველ ბრიტანიუმისაგან დამზადებულ ჩაიდანს. მოსულში დაბრუნებიდან საკმაოდ მალე ამერიკულმა მისიამ მისიონერები ჩაანაცვლა.
ბოსტონში არსებულმა პრუდენციულმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება მომავალი სამუშაო მთის ნესტორიანელებთან ურმის გარეთ ჩატარებულიყო. ამასობაში ნესტორიანელთა ხოცვა-ჟლეტისა და დეპორტაციების შესახებ გავრცელებულმა ცნობებმა დიდი შეშფოთება გამოიწვია ევროპასა და ამერიკაში. აკრიტიკებდნენ ბეჯერის როლს ამ საქმეში. თუმცა გარდაცვალებამდე გრანტმა წერილი მისწერა ნიუ-იორკის ერთ-ერთ გაზეთს, რომელიც ბეჯერს ყოველგვარი ბრალდებისაგან იცავდა. ამიტომ ქრისტიანული ცოდნის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ის და ფლეტჩერი ერთად გაიწვია 1844 წლის მაისში. რასამს კენინგის ნებართვით დავალებული ჰქონდა, ყველაფერი ეღონა იმ ტყვე ქალებისა და ბავშვების გასათავისუფლებლად, რომელთაც დასავლეთში ზოგიერთები უპატიოსნოდ მოიხსენიებდნენ, როგორც მონათა ბაზარზე გაყიდულ იეზიდებს. ბედრხან ბეგი დიდების მწვერვალზე იმყოფებოდა. ქვეშევრდომები სალადინის შემდეგ ყველაზე დიდ ქურცსა და ურწმუნოთა რისხვას უწოდებდნენ. მისი დამქაში იაკობიტ ეპისკოპოსს დაუდარაჯდა. მოკლა, გული ამოართვა და ემირს ძღვნად გაუგზავნა. იეზიდები, რომელთაც ისლამური კანონის თანახმად ყოველგვარი სამოქალაქო უფლება წართმეული ჰქონდათ, ამ გულმოდგინე დევნის გამორჩეული მსხვერპლნი შეიქმნენ. რასამი იტყობინებოდა, რომ ბაირამის დღესასწაულზე, როდესაც მუსლიმები აბრაამის მიერ ისააკის სამსხვერპლოზე მიტანას რიტუალურად განასახიერებენ ცვრების დაკვლით, ბედრხან ბეგი იეზიდებს აგროვებდა და მათ, ვინც ისლამის მიღებაზე უარს იტყოდა, თავისივე ხელით სწირავდა მსხვერპლად. სხვებს, რომლებიც იმდენად შეშინებულნი იყვნენ, რომ პასუხის გაცემასაც ვერ ახერხებდნენ, იწყალებდნენ. მათი დუმილი თანხმობად მიიჩნეოდა და ემირის სახლში გზავნიდნენ. ურმიაში მომუშავე ერთ მისიონერ ექიმს, რომელიც 1846 წელს დურგულეს ესტუმრა, ბედრხან ბეგის ციხესიმაგრეში 40 თუ 50 იეზიდი უნახავს, რომლებიც ისლამზე მოექციათ და რომელთაც ბედრხან ბეგი განსაკუთრებული ყურადღებით ექცეოდა. მისი ნაკლები ღბლიანი ქვეშევრდომები კი დაუფარავი ეჭვიანობით. მოსულის პროვინციას სწრაფად მოედო არეულობა, რისგანაც იგი ადრე ინჯე ბაირაქტარმა იხსნა. მისი შემცვლელი მხოლოდ 1 წელიწადს იყო სათავეში. 1845 წელს კი პატარა კორნეტის ერთ-ერთმა თანამებრძოლმა მუჰამედ ფაშა ქირითლი ოღლუმ ჩაანაცვლა. მხოლოდ 4 ფუტის სიმაღლის ეს მმართველი, ხაფიხმითა და უბირი კაცის ქცევით რომ იყო ცნობილი, მანამდე უხვად დაეჯილდოებინა სულთანს სამხედრო მიღწევებისათვის, რომელთა შესახებ მისი იარები დაკარგული თვალი და წაცლილი ყური მოწმობდა. თუმცა ჰომსელ გოლიათს ახლა ქონიდასდებოდა, მოხრილიყო, დაკოჭლებულიყო და თან ფულისადმი უზომო სიხარბეც მოსჭარბებოდა. საკანონმდებლო ცვლილებებმა, რომლებიც სამეურნეო გადასახადების გაუქმებას ითვალისწინებდა, პროვინციების მმართველებს გარკვეულწილად შეუმცირა გამდიდრების ადრინდელი მასშტაბები. თუმცა ქირითლი ოღლუ ხრიკიანი კაცი იყო და უძველესი გადასახადი, ეგრეთ წოდებული კბილის ქირა აღადგინა, რომელიც მთელ სოფლებს უწესდებოდა. ერთხელ მოსულში თავისი გარდაცვალების შესახებ ხმები გაავრცელებინა, შემდეგ კი ქალაქები უხამსი ზეიმის გამო დააჯარიმა. მისი მმართველობის პირველ თვეებში სინჯარაში მოწყობილმა სადამსჯელო ექსპედიციამ მიჰირკანის ტომის ერთი ნაწილი ოსმალების ბანაკში შედევნა, სადაც მამაკაცებს თავები დააჭრეს, ქალები და ბავშვები კი მონებად აქციეს. რასამის ცნობით, ფაშის ჯარი სინჯარიდან დაახლოებით 400 ვირით, 10,000 ცხრით, სხვა პირუტყვით, უამრავი კარვითა და ძველებური სპილენძის ჭურჭლით დაბრუნდა. ვიცე-კონსულის შეფასებით, ახლა მთიანეთში დარჩენილი 11 სოფლის მოსახლეობაში დაახლოებით 1500 მამაკაცი იყო იმასაკისა, იარაღის ტარება რომ შეეძლო. 1845 წლის შუა თვეებში ქირითლი ოღლუმ უცებ გადაწყვიტა, რომ შეიხანელ იეზიდებს მეტი გადასახადის გადახდა ეკუთვნოდათ. ფაშის პრეტენზია რომ დაკმაყოფილებულიყო, მისმა ჯარისკაცებმა გარანტად შეიხ ნასრი შეიპყრეს. ყოველ შემთხვევაში თავად ასე ეგონათ. სინამდვილეში ერთ-ერთმა ფირმა, მისმა მარჯვენა ხელმა, სახელად სინომ, მტერს თავი განგებდა ატყვევებინა, შეიხის ნაცვლა დაწამებინა და იგი ისე მოკლეს, რომ არ გაუთქვამს საიდუმლო და ყველას შეიხი ნასრი ეგონა. რასამმა ქალაქში დატყვევებული მძევლები კარგა გვარიან თანხად გამოისყიდა და იეზიდებს შეუთანხმდა მოსავალს რომ აიღებთ, ფულს მერე გამოგართმევთო. 1845 წლის ოქტომბრის ბოლოს
ჰენრი ლეიარდი მოსულში დაბრუნდა. კენინგის ნებართვითა და დაპირებით, რომ მისთვის მოსულის პროვინციაში არქეოლოგიური გათხრების დაწყების უფლებას მოიპოვებდა. ასეთი საქმეები ახლა მას ებარა, რადგან მანამდე ბოტა ტრიუმფით დაბრუნებულიყო საფრანგეთში. ქირითლი ოღლუ ამ სამუშაოებს მუდამ დაბრკოლებებს უქმნიდა. თუმცა იმ წლის მიწურულს იგი უფრო რბილი ხასიათის მმართველმა შეცვალა და აუდიტორთა ჯგუფიც უფრო დამყოლი გამოდგა. ლეიარდმა ნიმრუდის არეალში დაიწყო გათხრები, რაშიც ვიცე-კონსულის უმცროსი ძმა, ჰორმუზდ რასამი და ნესტორიანელი ლტოლვილებისაგან შემდგარი მუშათა ჯგუფი ეხმარებოდა. პირველივე დღეს ჯგუფმა ადამიანის თავიანი ფრთოსანი ლომის ქანდაკება აღმოაჩინა, 12 ფუტის სიმაღლისა. ეს იყო ასურული ქანდაკებების ცნობილი დიადის სერიიდან პირველი არტეფაქტი, რომელმაც 30 წლის ლეიარდს საქვეყნოდ გაუთქვა სახელი. 1846 წლის აგვისტოს ბოლოს ლეიარდმა და ჰორმუზდ რასამმა ჰაქიარის მთებში მარშიმუნის სარეკომენდაციო წერილით იმოგზაურეს. წერილის ავტორი ჯერ კიდევ საკონსულოს აფარებდა თავს. ღამე მათ ლალისში გაატარეს, სადაც ტაძარი დაათვალიერებინეს, შემდეგ კი ამადიის გავლით იმ დარბეული და გაჩანაგებული სოფლებისაკენ გაემგზავრნენ, სადაც კვლავაც ცოცხალი იყო ეიზეჰელ გრანტის ხსოვნა. იქ სიმშვიდე დახვდათ, იმ მითქმა-მოთქმის მიუხედავად, რომ ბედრხან ბეგსა და ჰაქიარის ემირს ზაბის აღმოსავლეთით მცხოვრებ ნესტორიანელებზე ახალი თავდასხმა დაეგეგმათ. მოგზაურობის ყველაზე შორ არეალს რომ მიაღწიეს, ქურთების ცხენოსანი ჯარი შემოხვდათ ნურალის თანაშემწის მეთაურობით, რომელსაც უზარმაზარი ჩალმით დაფარული შუბლი შორიდანვე შეჭმუხნოდა და ორივე უკან გაუბრუნებია. გაფრთხილებით უცხოელ ჯაშუშებს შულცის ხვედრინ უნდა გავიწყდებათო. ლეიარდს სურდა გზა ნურალის ციხესიმაგრისაკენ გაეგრძელებინა, მაგრამ ჰორმუზდ რასამმა გადააფიქრებინა და დაარწმუნა მასთან ერთად დაბრუნებულიყო. მთიანეთიდან ისინი ერთი კვირის შემდეგ გაემგზავრნენ. ბედრხან ბეგმა კი მართლაც მიიტანა იერიში და კიდევ ერთი თავი დაუმატა ნესტორიანელთა ტრაგიკულ მატიანეს. ამასობაში მოსულს ახალი მმართველი დაუნიშნეს, მეხუთე, 3 წლის განმავლობაში. თაიარ-ფაშას ლეიარდი შემდეგნაირად აღწერს. დარბაისელი მოხუცი, საუცხოო მანერებით, დახვეწილი, ევროპელთა მიმართ კეთილგანწყობილი, თავისი ქვეყნის ლიტერატურასა და ისტორიაში დიდად განსწავლული. თაიარ-ფაშის პერიოდში გაუმჯობესებული პერსპექტივები და ბრიტანეთის ვიცე-კონსულის კეთილგანწყობილი ინტერესი ხელს უწყობდა შეიხან იეზიდებს განეახლებინათ თავიანთი ყოველწლიური დღესასწაული, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში არ გამართულა. შეიხმა ნასრმა და ჰუსეინ ბეგმა კრისტიან რასამი და ლეიარდი საპატიო სტუმრებად მიიწვიეს. ვიცე-კონსული დღესასწაულს ვერ დაესწრო, მაგრამ ლეიარდმა სიამოვნებით მიიღო მიპატიჟება. 1846 წლის სექტემბრის ბოლოს ლეიარდი საკონსულოს თარჯიმნისა და იეზიდი მეგზურის თანხლებით გაემგზავრა მოსულიდან. მომდევნო დილით ბაადრიში ჩასვლისთანავე მათ მცირე ელჩობა შეეგება ჰუსეინ ბეგის ხელმძღვანელობით, რომელიც ასე ყოფილა ჩაცმული. მშვენიერი ქსოვილის თეთრი მოსასხამი მდიდრულ ქათიბსა და კვართებზე მოეგდო. მან სცადა ლეიარდს ხელზე მთხვეოდა და მის ცხენს გასძღოლოდა, მაგრამ ლეიარდმა თავაზიანად წინააღმდეგობა გაუწია და მირს მისი ქვეყნის წესისამებრ გადაეხვია. შემდეგ კი ერთად გაემართნენ ფეხით ჰუსეინ ბეგის სახლისაკენ. ლეიარდი ასე აღწერს ჰუსეინ ბეგს. 18 წლისა იქნებოდა და ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ახალგაზრდა კაცი იყო, ვინც კი ცხოვრებაში მინახავს. სახის ნაკვთები სწორი და დახვეწილი ჰქონდა. თვალები კამკამა და ელვარე, ხოლო შავზე უშავესი, გრძელი თმის კულულები ხრებზე ეყრებოდა. ლეიარდი აღნიშნავდა, რომ სინჯარიდან მისი გაქცევის შემდეგ ჰუსეინს იეზიდები ზრდიდნენ, ზრუნვას არაკლებდნენ და ბავშვობიდანვე თავიანთი მთავრად აღიარებდნენ. ლეიარდი არ წერს თუ როგორ მოვიდა იგი ხელისუფლებაში. მირის სახლში საუზმობის შემდეგ ლეიარდი მოსასვენებლად გაეშურა, მაგრამ ქალის გამკივანმა, თუმცა ბედნიერმა შეძახილებმა გააღვიძა. რამდენიმე წუთის შემდეგ ჰუსეინ ბეგმა სიამაყით გამოაცხადა თავისი პირველი ვაჟის დაბადების შესახებ და საპატიო სტუმარს მისი შვილისათვის სახელის შერჩევა სთხოვა. ლეიარდმა შესანიშნავად იცოდა იეზიდების ისტორია და სახელი ალი შესთავაზა,
როანდუსში მოწამეობრივად აღსრულებული მისი მამისთვის პატივის მისაგებად. იმ დღეს კარგი ამბები ამით არ დასრულებულა. 2 მთიელი ყავალი, დაღლილ დაქანცული და ცვალებადი ამინდისაგან შელახული, შორეულ ამიერკავკასიაში მოგზაურობიდან დაბრუნდა. ადრინდელი ბითლისის ემირის მიერ დახოცილი ელჩობისაგან განსხვავებით, ეს მოგზაურობა უფრო იღვლიანი გამოდგა. მგზავრებმა თოფები დაყარეს, ჰუსეინს ხელზე ემთხვივნენ და მოახსენეს, რომ ამიერკავკასიაში იეზიდები ბედნიერად ცხოვრობდნენ და მირის საგანძურისათვის შესაწირად კარგა გვარიანი თანხაც გამოატანეს. მომდევნო დილით მირი და ლეიარდი ბაადრიდან ლალიშისაკენ მიმავალ პროცესიას წინ წაუძღნენ. დაინახეს თუ არა სალოცავების გუმბათები, მომლოცველებმა ხმამაღლა შესძახეს მისასალმებელი სიტყვები. ხმა მთელ ველს ეკოდ მოედო და ტაძრიდან საპასუხო შეძახილებიც მაშინვე შემოესმათ. სალოცავის დანახვისას თოფების ხმა კიდევ ერთხელ გაისმა და თითოეულმა მომლოცველმა თავთავისი ტომის შეძახილი დასჭექა. შემდეგ, სანამ ველზე ფეხს შედგამდნენ, ყოველი მათგანი საგულდაგულოდ განიბანა იქაურ წყაროში და სამოსიც გაირეცხა. თეთრი ტილოს სამოსიანი შეიხი ნასრი და მთავარი შეიხები მირს და ლეიარდს ტაძრიდან გამოეგებნენ. ლეიარდი შეიხ ნასრს 40 წლის უსათნოეს, კეთილად აღზრდილ კაცად მოიხსენიებს. თავის ნაწერებში ლეიარდი ოსტატურად უზავებს ერთმანეთს არქეოლოგიური გათხრებისა და აღმოსავლეთის სამყაროს ყოველდღიურობის ამბებს. პირველ წიგნში, რომელიც 1859 წელს გამოიცა და შემდეგ არაერთხელ დაისტამბა, იგი სხვებზე ბევრად ადრე, თან ბევრად ხატოვნად და მიმზიდველად აღწერს კრების ერთკვირიანი დღესასწაულის პირველ დღეს. შეიხი ნასრი ცერემონიულად მიუძღვებოდა მირს და ლეიარდს გარე ეზოდან, რომელიც მომლოცველებითა და მათი კარვებით იყო სავსე, შიდა ტერიტორიისაკენ. მერე ფეხსაცმელი შესასვლელთან დატოვეს. ვაზის ფანჩატურის ჩრდილში ხალიჩებზე დასხდნენ, ეზოს მეორე მხარეს მსხდარი შეიხებისა და ყავალების მოპირდაპირედ. შუაში თაბაშირის ყუთი იდგა, შეიხადის საფლავის მტვერთან შეზელილი თიხის ბურთულებით სავსე, რომელთაც მომლოცველები ისე ატარებდნენ, როგორც წმინდა თილისმებს. ეზოს ერთ მხარეს ტაძრის შესასვლელი იყო. გველის, ლომის, ცულის, მამაკაცისა და სავარცხლის გამოსახულებებით მოჩუქურთმებული კარიბჭე. შეიხ ნასრის თქმით, სალოცავის ეს მორთულობები იმ ქრისტიან ქვის მთლელს ამოეკვეთა, რომელმაც შეიხის აკლდამა აღადგინა და რომ ორნამენტები თვით ოსტატის ფანტაზიისამებრ იყო არჩეული. ცოტა ხანში შეიხმა ნასრმა, მირმა და ლეიარდმა გარე ეზოსაკენ მიმავალი ის მოკლე გზა უკან აიარეს და ხეების მწკრივის ბოლოში შადრევანთან დასხდნენ. თან თვალს ადევნებდნენ, როგორ ეგებებოდნენ მოცეკვავეები ფლეიტასა და დაირების ჰანგებზე მომლოცველებს. სინჯარიდან ჩამოსულ შავღრემან, გრძელთმიან, თეთრ სამოსიან მთიელებს, ღარიბ გლეხებს მოსულის დაბლობიდან თუ ფერადოვან სამოსელში გამოწყობილ მომთაბარე ტომის ხალხს, რომელთა მსგავსნი ადრე მამა ჟან მარი დეჟეზიუს შეხვედრია. ლეიარდი კი ასე აღწერს. უხვად და მდიდრულად მოსილებს, აბრეშუმის ქსოვილში გამოხვეულებს, თმა ურიცხვ ნაწნავად ჰქონდათ დაწნული და ველური ყვავილებით მორთული. შუბლებს ოქრო ვერცხლის მონეტები უმშვენებდათ, ყელს შუშის უგრძესი მძივები, კვლავ მონეტები და ნაირ-ნაირად ამოტვიფრული ქვები. ნაშუადღევს ლეიარდი მისთვის მოსასვენებელად მიჩენილ ადგილას, შეიხ შემს ად-დინის ტაძრის სახურავზე დაბრუნდა. ამის შემდეგ შეიხ ნასრის ცოლს ეწვია, რომელიც თავისი საოჯახო მოვალეობების უგრძესი ჩამონათვალით შეეცადა სტუმრის შექცევას. მერე ისევ ტაძარში მიბრუნდა და იქ მყოფს მზის ჩასვლისას შეუნიშნავს, როგორ შელალეს ერთ-ერთ მახლობელ ნაგებობაში თეთრი კამეჩები. ლეიარდი საქონლის მფლობელის ვინაობით დაინტერესდა და იეზიდებს მისთვის უთქვამთ, რომ ესენი შეიხ შემსის ზვარაკი იყო და მათ მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე სწირავდნენ, ხორცს კი ღარიბებს ურიგებდნენ. ლეიარდი წერს, ამ მოულოდნელმა პასუხმა საამო ფიქრებს მიმცა. იმისაგან, რასაც ხედავდი და რაც ჩემს გარშემო ხდებოდა, თავბრუ მეხვეოდა და დიდხანს ვიჯექი ასე, სანამ ლალიშის ველზე ღამე არ შემოიპარა. ბინდბუნდის მოახლოებისას მას ყავისფერ ხალათიანი და შავჩალმიანი ფაკირები დაუნახავს.
რომლებიც აჩქარებული ნაბიჯით გამოვიდნენ ტაძრიდან. ხელში ფარნები და ზეთით გაჟღენთილი ჩირაღდნები ეჭირათ, რომლებითაც კედლებში კლდეთან აპრალებსა და ხეთა ზროში ჩადგმული უფრო მომცრო ფარნების ანთება დაიწყეს. ფაკირები ახლოს რომ ჩამოუვლიდნენ, მომლოცველი მამაკაცები მარჯვენა ხელს მათი ჩირაღდნების ალში ატარებდნენ. მერე ჯერ მარჯვენა წარბს, შემდეგ კი ტუჩებს ეხებოდნენ. დაიწყო შემწვარი ხორცით, ბრინჯითა და ხილით სავსე სინების ჩამოტარება. დაბნელებული ველი სიცოცხლით აავსო 5,000 მომლოცველის ხმათა დუდუნმა და ხეებს შორის მათი ჩირაღდნებისა თუ წმინდა ფარნების ალთა ციმციმმა. უცებ სიჩუმე ჩამოვარდა. ლალიშის ველიდან რაღაც დაძაბულობა წამოვიდა. რაღაც მელოდია, საზეიმო და მელანქოლიური. რომელიღაც დიდებულ საგალობელს მაგონებდა უამრავი წლის წინ მოსმენილს იქიდან ძალზე დაშორებული ქვეყნის ტაძარში. ისეთი ამაფორიაქებელი იყო ეს მუსიკა, ისეთი ტკბილი, მთელ აღმოსავლეთში არასოდეს გამეგონა რამე მასთან მიმსგავსებული. ქალებისა და კაცების ხმა ჰარმონიულად ერეოდა ურიცხვის სალამურის ნაზნოტებს. მოზომილი შუალედებით ამ მღერას დაფთაფებისა და დაირის ხმა ენაცვლებოდა. შეიხის საფლავის სიახლოვეს მდგარი ხალხი ამ ჰანგს ახვა. შიდა ეზოში შეიხ ნასრისაკენ აჩქარებით მიმავალმა ლეიარდმა დაინახა სხვა შეიხები, ყავალები და მონაზვნები, რომლებიც ამ საგალობელს სადიდებელ სიმღერას მღეროდნენ არაბულ ენაზე, რომელიც ქურთულენოვანი მომლოცველებისათვის გაუგებარი უნდა ყოფილიყო და რომლის ერთი ნაწილიც იესო ქრისტეს ეძღვნებოდა. ლეიარდს აუხსნეს, რომ ასე მღერით მთავრდებოდა ხოლმე საიდუმლო ცერემონია, რომელზეც შეიხებისათვის მელექ ტაუსის გამოსახულებას საბურველი სცილდებოდა. საგალობელი დაახლოებით 1 საათს გრძელდებოდა. ადრინდელივით ნელსა და საზეიმო ტონალობაში, შემდეგ კი რიტმი აუჩქარდა. ის მღერა თანდათანობით ცოცხალ მელოდიაში გადაიზარდა, რომელიც უფრო და უფრო ჩქარდებოდა და ბოლოს მუსიკალურ ბგერათა აღრევაში ჩაიკარგა. დაფთაფებს ახლა წარმოუდგენელი სისწრაფით სცემდნენ. სალამურები ნოტების ნაკადად იღვრებოდა. სულ უფრო და უფრო ხმამაღლა. ხალხის ხმამაც მაქსიმალურ სიმაღლეს მიაღწია. ამ ხმამაღალ ძახილს გარეთ მდგარმა მამაკაცებმა შეუერთეს თავიანთი ხმა, ქალებმა ქვების ჩხრიალით ყურთასმენის წამღებად წამოიწყეს თავიანთი თალელე. ხმა, რომელიც ენის, ხორხის მოძრაობითა და პირთან ხელის უსწრაფესი ფრიალით მიიღწევა. მუსიკოსებმა აღტკინების მწვერვალს რომ მიაღწიეს, საკრავები ჰაერში აისროლეს. მათ კიდურები იმდენ ხანს ჰქონდათ დაძაბულ დაკრუნჩხული, რომ ბოლოს ქანცმიხდილნი მიწაზე დაეყარნენ. იმაზე შიშის მომგვრელი ყვირილი იმ ღამით ლალიშის ველს რომ მოედო, ცხოვრებაში არ გამიგონია. ამასობაში შუაღამით ჩამოდგა. ლეიარდი წინდახედულად აღნიშნავს, რომ ამ კულმინაციას სულაც არ მოჰყოლია ორგიები, რომელთაც არაკეთილმოსურნეები იეზიდებს მიაწერდნენ. იგი წერს: შემდეგ მომლოცველთა ჯგუფებს კვლავ ადრინდელი სიმხნევე და მხიარული განწყობა დაუბრუნდათ. ისევ მოედვნენ ველს და მიმოდიოდნენ, ან ხეებ ქვეშ იყვნენ ჩამომსხდარნი. შეიხი ნასრი, მირი და ლეიარდი უკან გაბრუნდნენ. შადრევნის მახლობლად ადრე შერჩეულ ადგილს დაუბრუნდნენ და სალამურებისა და დაირების ჰანგებს იქამდე უსმენდნენ, სანამ ზეზეურად მყოფთ არ შემოათენდათ. მეორე დღეს ყველაფერი წინანდელივით მოხდა, ხოლო 3 დღის შემდეგ ლეიარდი უკან გაემგზავრა და თან გაიყოლა შეიხ ნასრის სარეკომენდაციო წერილი, რომელიც შეიხადის სახელით იყო დაწერილი. ჯებელ სინჯარის მთავრებს, ყველა შეიხთაგან უდიდესის, ყველა ხასეენისაგან განდობილი, უდიადესისაგან. ლეიარდი ჯებელ სინჯარში მომდევნო თვის გატარებას აპირებდა. ლეიარდის, როგორც თაიარ ფაშის სტუმრის მოგზაურობა ჯებელ სინჯარში სულ სხვაგვარად წარიმართა, ვიდრე მისი ამაღელვებელი სტუმრობა ლალიშში. გამგებელი და მისი ამალა ქალაქ მოსულიდან 1846 წლის 8 ოქტომბერს დღის 3 საათზე გაემგზავრნენ. სწორედ ეს დრო ურჩიეს მას მოლებმა გასამგზავრებლად, როგორც ყველაზე ხელსაყრელი. ფაშას თან ახლდა მცირე ქვეითი ჯარი, არარეგულარული ცხენოსანი ჯარის რამდენიმე ესკადრონი და საარტილერიო ბატარეა. ლაშქრობის გაცხადებული მიზეზი ქვეყნის მდგომარეობის შესწავლა და გადასახადების შემცირების საჭიროების შეფასება იყო.
მოსულიდან 6 დღის გამგზავრებულები იყვნენ, როცა ჯარმა ჯებელ სინჯარის აღმოსავლეთ კიდესთან დასცა ბანაკი. იეზიდთა ელჩობა მიჰირქანის წარმომადგენლის გამოკლებით ფაშას მიეგება და აცნობა, ჩვენი გადასახადების ნახევარი შესამცირებელია, ხოლო თუ ახალი გადასახადებია დასაწესებელი, ამის სამომავლოდ გადადება აჯობებსო. მცირე სადაზვერვო ჯგუფი ლეიარდის ჩათვლით ცხენდა-ცხენ აუყვა მიჰირქანისაკენ მიმავალ გზას. იქაურები რომ დაემშვიდებინა. მათ მთავარს ისა აღას ჯერაც ახსოვდა წინა წელს მათთვის დაგებული მახე. მთაში ასულთა ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს, 2 ჯარისკაცი მოკლეს და ასე წაერთვა ლეიარდს შესაძლებლობა მიჰირქანელთათვის შეიხ ნასრის წერილი წარედგინა. ფაშამ თავის ჯარს იერიშის მიტანა უბრძანა, მაგრამ სოფელი უნარიან მკვიდრთაგან უკვე დაცლილიყო. მოსახლეობა ძნელად მისაღწევ გამოქვაბულებში გახიზნულიყო. ფაშის ჯარმა ჯერ მოხუცი ქალი და კაცი დახოცა, რომელთაც უღონობის გამო თავი ვერ გაარიდეს მომხდურთ. შემდეგ სახლები ცეცხლს მისცეს. ლეიარდი წერდა, თვით მოხუცი ფაშა ერთიანად გაჭაღარავებულიყო და მუხლებ დაძაბუნებული, ბარბაცით მიმოდიოდა აკვამლებულ ნანგრევებს შორის და თავადვე უკიდებდა ჩირაღდნით ცეცხლს, რასაც ალი საკმარისად ვერ მოსდებოდა. თაიარის გაბედული საპასუხო იერიშის მიუხედავად, 3 დღის განმავლობაში გრძელდებოდა ბრძოლა ოტომანთა ძალებსა და იეზიდებს შორის. ეს უკანასკნელნი მტერს ცეცხლს უხსნიდნენ კლდიდან, რომლის გამოქვაბულშიც ძირს გაგებულ ხალიჩაზე ფაშამ შვიდად შეექცეოდა ყავას, ყალიონსაც აყოლებდა და აღელვებულ ლეიარდს აუჩქარებლად ემუსაიფებოდა. მათ გარშემო კი ტყვიები ზუზუნებდა და სახეებს ტალახის შხეფები უსვრიდათ. მეოთხე დღეს ოსმალებმა უბრძოლალად დაიკავეს იეზიდების პოზიცია, სადაც აღარავინ დახვედრიათ. იეზიდმა მებრძოლებმა, რომლებიც მტერს დაუსხლტნენ, მთის სხვა ნაწილში გადაინაცვლეს. ბრძოლამ, რომელიც ორივე მხარეს ასე ძვირად დაუჯდა, ოსმალებს ერთადერთ ნადავლად ადამიანებისა და თხების რამდენიმე ტლანქი ფიგურა მოუტანა. ლეღვის ჭირისაგან დამზადებულები და ჯოხის თავებზე დამაგრებულები, დაბნეულმა ფაშამ ესენი სტამბოლში გააგზავნა. ბელეთ სინჯარში ხანმოკლე სტუმრობის შემდეგ ლეიარდი მოსულში დაბრუნდა. ფაშა და მისი ხელმოცარული ჯარი მარდინისაკენ გაემართნენ. გზად იეზიდური და არაბული სოფლების ძარცვითა და მოოხრებით. აქ თაიარ ფაშას მძიმე ბიუროკრატიული შეცდომა მოუვიდა, როცა თავის უდისციპლინო ჯარს ხელი არ შეუშალა 14,000 ცხვარი და 400 კოზაკი წაერთმია მილის მოდგმის ქურთებისათვის, რომლებიც იმ დროს ალეპოს გამგებლის იურისდიქციას იყვნენ დაქვემდებარებულნი და მშვიდობიან ცხოვრებას ეწეოდნენ. დამღუპეთ, ჩაულაპარაკებია მოხუც ფაშას ამაში დამნაშავე ოფიცრებისათვის. მერე ცუდად გამხდარა. ექიმს მისთვის სისხლის გამოშვებით მკურნალობა დაუწყია, მაგრამ იმავე ღამით სახვევის შეხსნის დრო რომ მოვიდა, მკვდარი უპოვიათ საწოლში. 1847 წელს, ვიდრე ლეიარდი ნიმრუდში თავის სამუშაოს დაიწყებდა და ივნისში მოსულიდან გაემგზავრებოდა, სულთნის მთავრობამ მძლავრი დარტყმა მიაყენა ბედრხან ბეგს. ჯარმა ხორვატის სარდლის, ოსმან ფაშას მეთაურობით, ანატოლიიდან ჯეზირა იბნ ომარამდე იარა, რომელიც ბედრხან ბეგის გადაყენებული ძმის ვაჟმა, იეზდანშირმა, მტერს ერთი გასროლის გარეშე ჩააბარა. ემირმა უარყო რასამის წინადადება, მხარეებს შორის ეშუამავლა და დერგულში დაბრუნდა. ბედრხან ბეგი ერთი მეორის მიყოლებით კარგავდა მოკავშირეებს. ოტომანთა ჯარმა, რომელსაც იეზიდთა შენაერთიც ეხმარებოდა, თილესთან, ტიგროსის ნაპირას, სურთის სამხრეთით, დაამარცხა და ტყვედ ჩაიგდო ხან მაჰმუდი. ნურალა ბეი ჰაქიარელის სპარსეთში გაიქცა. ისმაილ ფაშამ, უკანასკნელმა აბასიდმა, გადადგომასა და ბაღდადში მისთვის შესაფერისი თანამდებობის დაკავებაზე თანხმობა განაცხადა. ბოლოს და ბოლოს 1847 წლის ივლისში ბედრხან ბეგმა მოლაპარაკებების მეშვეობით მოიპოვა დანებების მისთვის ხელსაყრელი პირობები. კრეტაზე საპატიო დევნილობა, თან უკლებლივ ყველა დანაშაული ეპატია. ამბოხებული მთავრის დამარცხების აღსანიშნავად სამხედრო მედალი გამოიჭრა. 1847 წლის ოქტომბერში ტახტის მემკვიდრის წინდაცვეთის ზეიმზე, რომელსაც ფეიერვერკებიც ახლდა, დიარბაქირის მოსახლეობა ჟივილ-ხივილით მიესალმებოდა მათთვის კარგად ნაცნობი, უზარმაზარ ჩალმიანი მთავრის გამოსახულების ანთება ჩაქრობას. ქურთი მთავრების დამარცხებამ
მათგან უკანასკნელი შერიფ ბეი ბეითლისელი 1859 წელს დაამხეს. დასაბამი დაუდო პერიოდს, რომლის განმავლობაში ორგანიზებული მთავრობა გამონაკლისიდან ნორმად იქცა, როგორც აღმოსავლეთ ანატოლიაში, ისე ჩრდილოეთ ერაყში. სულთანის ხელისუფლების ადმინისტრაციული წვდომის ხერხებს, რაც ადრე მთლიანად შიკრიკთა მომსახურებაზე იყო დამოკიდებული, მალე ახალი გამოგონება, ელექტრონული ტელეგრაფი შეემატა. 1858 წელს ტელეგრაფმა სტამბოლი დასავლეთ ევროპასთან დააკავშირა, ხოლო 1861 წელს მისი არეალი დიარბაქირიდან და მოსულიდან ბაღდადამდე გადაიჭიმა. პროვინციების მმართველთა ძალაუფლება თანდათანობით სამოქალაქო საქმეებამდე შემცირდა, ხოლო არმიამ მართვისა და რეკრუტების სპეციალური სისტემა შეიმუშავა. წესრიგისა და კანონის განმტკიცების შედეგად იეზიდები ანომალიურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ახალი წესები, რომლებიც ერახს ესადაგებოდა, მათ გადასახადებსა და სამხედრო სამსახურის მოვალეობას უწესებდა. თუმცა ისლამური კანონიერების სამყაროში მათ მოქალაქეობრივი სტატუსი წაერთვათ. ის შეზღუდული უფლებებიც კი არ ჰქონდათ ისლამი ქრისტიანებსა და ებრაელებს, როგორც წიგნის ხალხს რომ ანიჭებდა. ჯარში გაწვევამ იეზიდებს განსაკუთრებული პრობლემები შეუქმნა იმის გამო, რომ კვებისა და თავიანთი რელიგიური აკრძალვების მიდევნებას ლურჯი სამოსის, მუსლიმებთან ერთად ბანაობის აკრძალვა ვეღარ ახერხებდნენ. ბრიტანეთის პოლიტიკა, რომელსაც სტრეთფორდ კენინგი ატარებდა, იმხანად ოტომანთა იმპერიის მოდერნიზაციას და გაძლიერებას უწყობდა ხელს. ჩარევით ეს იმპერია მხოლოდ კომერციულ საკითხებს და არაკათოლიკე ქრისტიანული უმცირესობის ჩაგვრის შემთხვევებში ერეოდა. თუმცა რასამმა მოახერხა და კენინგს იეზიდების პრობლემებისადმი ინტერესი გაუღვივა. მუდამ აღნიშნავდა, რომ ბედრხან ბეგი ნესტორიანელთა და იაკობიტელთა მსგავსად დევნიდა და იმონებდა მათ და ყველანაირად ცდილობდა ბრიტანეთი თითოეული დამონებული ხალხის გათავისუფლებას მიმხრობოდა. 1859 წლის დასაწყისში რასამის ხელშეწყობით იუსუფი, იეზიდთა მთავარი ყავალი და დიარბაქირის პროვინციის 4 მთავარი სტამბოლში გაემგზავრნენ. თან წაიღეს წერილი, რომელშიც დიდი ვეზირისაგან სამართალს, შემწყნარებლობასა და იმის უფლებას მოითხოვდნენ თავიანთი სამხედრო მოვალეობა ქრისტიანებივით, იმავე საკანონმდებლო საფუძველზე მოეხადათ. ბრიტანეთის საელჩოში მისვლისთანავე დელეგაცია ძველ მეგობარსა და მოკავშირეს ჰენრი ლეიარდს გადააწყდა, რომელიც ინგლისიდან 1858 წლის ბოლოს ჩამოსულიყო და ბრიტანეთის მუზეუმის სახელით გათხრების ხელახლა დასაწყებად ემზადებოდა. ყავალი იუსუფი ერთობ კოლორიტული ელჩი იყო. შავგრემანს სახეს, მბზინვარე შავ თვალებსა და კუპრივით შავ წვერს დიდი შავი ჩალმა უჩრდილავდა. ხაოიანი ქსოვილისაგან შეკერილი ზოლიანი აბა, ერთგვარი მოსასხამი, ლაღად ჰქონდა შემოგდებული წითელი აბრეშუმის კვართზე. მის მნახველ ერთ ბრიტანელს უთქვამს, რომ იგი იყო აგებულებითა და ნაკვთებით ლამაზი აზიელის ტიპი, გონიერი, სანდომიანი გამომეტყველებითა და ყველაზე თავაზიანი მანერებით. კიდევ ერთ ბრიტანელს უფრო რომანტიკულს დღიურში ჩაუწერია, რომ მსხვილი ნაკვთებით მას იუსუფის სხვა დროში გადმოსროლილ ძველ ასირიელ მონარქებს აგონებდა, რომ მასში გალანტური ქურთი სალადინი დაუნახავს და ზოგადადაც არაჩვეულებრივ ვინმე დახასიათებდა. ერთთვიანი მცდელობებისა და კენინგის თუ ლეიარდის არაერთი ჩარევის შემდეგ შესაბამისი განკარგულება 1859 წელს გაიცა. მისი ტექსტი ოტომანური თუ ბრიტანული არქივების ფოლიანტებშია ჩაკარგული. მაგრამ ლეიარდის შეფასებით, იგი იეზიდებს ათავისუფლებდა უკანონოდ დაკისრებული ყველა ვალდებულებისაგან, კრძალავდა მათი შვილების მონებად გაყიდვას, მათი რელიგიური ყოფაცხოვრებისა და წესების სრულად აღსრულების საშუალებას აძლევდა და უფლებრივად იმპერიის დანარჩენ სექტებს უთანაბრდებოდა. შემდეგ მათ დაჰპირდნენ, რომ მათ სრწმენასთან შეუთავსებელი სამხედრო სამსახურებისგანაც მალე გაათავისუფლებდნენ. ამასობაში ლეიარდის წიგნის გამოქვეყნებას ნინევიის მიმართ ინტერესის მასობრივი გაღვივება მოჰყვა. ბრიტანეთის მუზეუმმა იქ სრულმასშტაბიანი არქეოლოგიური ექსპედიცია გაგზავნა, რომლის წევრები იყვნენ ლეიარდი, მისი თანაშემწე ჰორმუზდ რასამი, ექიმი ჰამფრი სენდვისი და მხატვარი ფრედერიკ კუპერი. ჯგუფი სტამბოლიდან 1859 წლის 28 აგვისტოს გავიდა შავ ზღვაში და ტრაბზონს მიეშურა. მის გემბანზე იყო ყავალი იუსუფიც.
დანარჩენი იეზიდები დედაქალაქში დარჩნენ, შემდგომ მოსამზადებელი ოფიციალური დოკუმენტების მისაღებად. ტრაბზონიდან ჯგუფმა გზა არზრუმის გავლით ბითლისამდე გააგრძელა. ახლა უკვე ოტომანთა უშუალო მმართველობის ტერიტორიაზე. იქ დიდი ვეზირისგან მიღებული ბრძანებით აღჭურვილმა ლეიარდმა შერიფ ბეის ქონების დაბრუნება მოახერხა. იმ ფულისა ქურთი ემირის მიერ დახოცილ იეზიდ ყავალებს იუსუფის ნათესავებს რომ წაართვეს. ლეიარდის მოგზაურობა იეზიდების ქვეყანაში ბითლისის სამხრეთით ტრიუმფალურ წინსვლას გავდა. მასთან ახლდნენ ან დროდადრო ნადიმებს უწყობდნენ იქაური სოფლების აღფრთოვანებული მკვიდრნი. მათ მანამდე შეეტყოთ თითქოს იუსუფი სიკვდილით დასაჯეს, ხოლო თხოვნა წერილზე უარი ეთქვათ და ახლა სადამსჯელო ლაშქრობის მოლოდინში იყვნენ. რედვანს რომ მიუახლოვდნენ, 3 ყავალი შემოუერთდათ, რომლებიც იმ მიწებზე ყოველწლიურ შემოვლას ასრულებდნენ. გზავრებს ურიცხვი იეზიდი ეგებებოდა. ზოგი მათგანი ცხენზე ამხედრებული, ჩალმაში ჩამაგრებული ყვავილებითა და ფოთლებით მოსულიყო. თან სომხები, იაკობიტები და ქალდეველები მოჰყოლოდნენ. ლეიარდი იხსენებს. ქალები და ბავშვები სახლის შესასვლელთან რიგად დამდგარიყვნენ, ან ბანებზე გამოსულიყვნენ. მუსიკის ჰანგებისა და თალელეს თანხლებით ნაზის სახლთან შევდექი, მირზა აღა ზმიშვილი, ახლა მთავარი გამხდარიყო. უზანგიდან ფეხის გამოძრობა ვერ მოვასწარი, რომ ჩემ წინ 2 ცხვარი დაკლეს. მგზავრები სომხური ეკლესიის ეზოში დაბანაკდნენ, მაგრამ მზის ჩასვლისას 15 წუთიანმა კოკისპირულმა ქარნარევმა წვიმამ წამოჰყარა და მოსასვენებლად ძირს გაგებული ქვეშაგები და ხალიჩები ბანებიდან გადაუყარა. წვიმამ რომ გადაიღო, ქარიც ჩადგა და ლეიარდი ნაზის, რომელსაც ლეიარდი კეთილბუნებოვან და მშვიდობის მოყარე კაცად აღწერს, სახლისაკენ გაეშურა და იქ თვარის შუქზე თეთრსამოსიანი იეზიდების ცეკვას შეესწრო. მომდევნო დილას ყავალი იუსუფი ლეიარდსა და ჰორმუზ დრასამს ნაზის სახლის ბნელი შიდა ეზოსაკენ გაუძღვა. რაღაცას უზარმაზარი წითელი ფარდაგი გადააძრო და სტუმრებმა კვარცხლბეკზე შემდგარი სპილენძის ფრინველი იხილეს. ერთ-ერთი წმინდა სანჯაყთაგანი, ყავალები რომ სოფელ-სოფელ დაატარებდნენ როგორც იეზიდთა რწმენის სიმბოლოს. იქვე იყო შესაწირის შესაგროვებელი თასი და ტომარა, რომელშიც დაშლილ სანჯაყს ინახავდნენ. ვიდრე წავიდოდნენ, იუსუფმა და სხვა ყავალებმა ფარდაგი კვლავ გადააფარეს სანჯაყს და ქსოვილის კუთხეს ემთხვივნენ. ლეიარდის მოგზაურობა ტიგროსის ველით დაახლოებით ასევე გრძელდებოდა, სანამ არ გასცდნენ ფინდიხს, სოფელს, რომელსაც რესული, ბედრხან ბეგის ერთ-ერთი ყველაზე ფანატიკოსი მიმდევარი მართავდა. რამდენიმე მილი თუ ექნებოდათ გავლილი, როცა ისინი ველურმა, გარუჯულმა და ქარნაკრავმა ქურთებმა უკან მიაბრუნეს. გაურკვევლობა მალე გაიარა და ლეიარდმა შეიტყო, რომ 1857 წელს, როცა ოსმალოებმა ხან მაჰმუდი დაამარცხეს, რესული იეზიდებს დაეტყვევებინათ და რომ მათს ერთ-ერთ წინამძღოლს იგი ტიგროსში გადაგდებისაგან გადაერჩინა. შემდეგ კი, იმის მიუხედავად, რომ სხვადასხვა რწმენის ხალხი იყვნენ, ერთმანეთის მადნაფიცები გამხდარიყვნენ. ქურთ მთავარს 3 ფუტის სიგანის წითელ-ყვითელი ჩალმა ეხურა და მუქ-წითელი შარვალი ემოსა. სტუმრების გასართობად და შესაქცევად არაფერს იშურებდა და შემდეგ ლეიარდის ცნობისმოყვარეობაც დააკმაყოფილა გადასახადების, შიდა ადმინისტრაციის, ტომთა ისტორიის ზოგი საკითხების შესახებ და ადგილობრივი კურიოზიც ბევრი უამბო. მოსულიდან ჩრდილოეთით 30 მილის დაშორებით ჯგუფს ცხენოსნები შემოხვდნენ, რომლებსაც წინ შეიხი ნასრი, ექიმი სენდვისი მას აღწერს როგორც 40 წლის სასიამოვნო გონიერი გამომეტყველების მამაკაცს და ჰუსეინ ბეგი მოუწყოდათ. მირი, ექიმის თქმით, ფერმკრთალი ავადმყოფური გარეგნობის 19 წლის უწვერული ყმაწვილი იყო და არა ის ადონისი, ლეიარდმა 1846 წელს რომ ნახა, მაგრამ სენდვისის აღწერაში მისი ძველი მომხიბვლელობის კვალი მაინც იკითხებოდა. მის მეწამულ ზედატანს არაჩვეულებრივად უხდებოდა ოქრო, რომელიც მზეზე გაწოლილი ხვლიკივით ბრწყინავდა. ზემოდან ჰაეროვანი თეთრი მოსასხამი ეცვა, რომელიც მისი სამოსის ნაქარგობის დიდებულებას ვერ ფარავდა. გამარზე ვერცხლის მძიმე ბუდეში ჩაგებული აც გარდაცვლილი მამის ნაქონი იატაგანიება. მოსულში ჩასვლიდან ძალიან მალე ლეიარდი და მისი ექსპედიციის წევრები კრისტიან რასამთან ერთად ლალიში 1859 წლის შემოდგომის დღესასწაულს დაესწრნენ.
ამ საყოველთაო ზეიმზე იმდენი ხალხი არ შეკრებილიყო რამდენიც ადრე, რადგან იეზიდების რამდენიმე დასახლებას მცირე ხნის წინ არაბები დასხმოდნენ თავს. სინჯარიდან რამდენიმე კარგად შეიარაღებული მომლოცველი ავიდა. თუმცა ცერემონიები, რომელთაც შეიხი ჯინდი შავწვერა მკაცრი შესახედაობის სასულიერო პირი აღასრულებდა, როგორც ხალხი ამბობდა, მას ცხოვრებაში არასოდეს გაეღიმა. ამის გამო ნაკლებად ამაღელვებელი არ გამხდარა. ცეკვები რომ დასრულდა, ლეიარდი და ძმები რასამები იქაური უხუცესების საუბარში ჩაერთნენ, რომელიც ახალ განკარგულებასა და მის სავარაუდო ამოქმედებას ეხებოდა. ლეიარდი იეზიდებს არწმუნებდა ცენტრალურ ხელისუფლებას მინდობოდნენ და დიდი ვეზირისა და ბრიტანეთის ელჩისათვის მადლობის წერილი მიეწერათ. ზოგადად ლეიარდი კმაყოფილი იყო შედეგებით, მის მცდელობებს რომ მოყვა, თუმცა ესეც აღუნიშნავს. ჰუსეინ ბეგი მეტისმეტად ახალგაზრდაა, საზოგადო საქმეებზე რომ იფიქროს. ახლა მისი გონება თავის ქვეშევრდომთაგან ყველაზე ლამაზი გოგონებით უფროა დაკავებული. ლალისში ყოფნისას ლეიარდს იეზიდთა რელიგიის წმინდა წიგნზე დაუსვამს კითხვები. სერ პოლ რაიკოტი ერთ წიგნზე წერს, ხოლო ფორბს ჯებელ სინჯარში სმენია, რომ წიგნში, რომელსაც სახელად ასვადი ეწოდება, არაბულად შავს ნიშნავს. იეზიდთა კანონებსა და წარმოდგენებს შეიცავს. ეიზეჰელ გრანტისათვის კი ბაშიყაში იეზიდებს უთქვამთ, რომ მათი წმინდა წიგნი ფურქალია. მის კოლეგას მარდინელის სწავლული მუსლიმისაგან გაუგონია, რომ მათ აქვთ წიგნი ჯელუ, რომელიც თითქოს შეიხ ადის დაწერილია და რომელსაც მის არსებობაში ბრალი არ მიუძღვის. ლეიარდს ერთხელ აცნობეს, რომ სანამ როვანდუზის ბეი იეზიდთა ხოცვა-ჟლეტას მოაწყობდა, მათ ბევრი წიგნი ჰქონდათ, რომლებიც იმ ამბების დროს დაკარგულა ან ქურთებს გაუნადგურებიათ. ყავალ იუსუფს და შეიხ ნაზრის მდივანს ლეიარდისათვის მიუტანიათ საკმაოდ შელახული, მაგრამ არც ისე ძველი წიგნის რამდენიმე ფურცელი, სადაც შეიხ ადის საგალობლის ტექსტი იყო ჩაწერილი. მათ გულწრფელად უთქვამთ, რომ ეს წიგნი არც სამახარებლოა და არც ჩაგრულთან უგეშის მცემელი, რაც საგალობლის ტექსტშია ნახსენები. თუმცა მიანიშნებდნენ, რომ ის ჯერაც არსებობდა. ლეიარდმა ირწმუნა, რომ წიგნის ასლი შესაძლოა ბაშიყაში ან ბაჰზანიში ყოფილიყო შენახული. ბევრი წლის შემდეგ ერთ-ერთ რუსულ ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში ციტირებული ყოფილა მოსულის ერთი მკვიდრის, აბუ ჯეზირავის, საფრანგეთის საკონსულოს თანამშრომლის მიერ მოთხრობილი ამბავი. მისი მტკიცებით, ლეიარდმა იგი იეზიდების წმინდა წიგნის მოსაპარად დაიქირავა, მაგრამ საქმე ჩაიშალა. ეს ფაქტი სხვას არავის დაუდასტურებია.